თამაში იყო, კარგი იქნებოდა ფორტუნა ბოლომდე ჩვენთან ყოფილიყო, მაგრამ მისაღებია ის შედეგი ასწავლდეთ. დიდი თანხა გონია რომ თამაში იყო დაახლოებით ისეთი როგორცაც ველოდი, ვიშურები რომ საბოლოოდ ემოციურად იყო ისეთი როგორიც ვარიანტი შეეხებოდა პროსპექტს დავით თამაში სასარგებლოა მომჭდე შეიცავს თამბაქოს ნაწარმის აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევაზე ასაღენებს მოხმარებას. მოწევა მომნებელია ჯანმრთელობისთვის. მოგესალმებით, ეთერშია ფორმულას ახალი ამბები 2 საათზე სტუდიაში თქვენთვის გიორგი კიკაბიძე მუშაობს. უამიდობის გამო შეფერხებით მუშაობდა დღეს ბათუმის აეროპორტი ვიზისა და დაბალი ხილვადობის გამო 3 რეისი შეფერხდა. ერთ თვითმფრინავს, რომელიც თელ-ავივიდან მოფრინავდა ქუთაისის აეროპორტში მოუწია დაჯდომა. დანარჩენი 2. ერთი მოსკოვიდან, მეორე კი ასევე თელ-ავივიდან მოფრინავდა ბათუმის აეროპორტში მოგვიანებით მიიღო. ასეთო ვითარება ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსზე. ამის შესაძლებელია მეორეც საავტომობილების დონეში ასახარი. საქართველოს პატრიარქი ეხება დღეს მსოფლიოში არსებულ ვითარებას და წერს, რომ რთული პროცესი მიმდინარეობს. მეორე მოუწოდებს მრევლს აერჩიოს კეთილ და სიცოცხლე. ისევე თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მომხმარების განკარგვის დღე. ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მუშაობდა, სადაც შეკრებილ მრევლს საავტომობის დღესასწაული შეუწევდა. მის ეპისტოლეში არაფერია რა თქვა ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და სინდისის პატიმრებზე, რომლებიც აღდგომას ციხეებში შეხვდნენ. სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებიც. ეს ის იშვიათი შემთხვევა, როცა ყველა ქრისტიანზე იმობს. საქართველოს კათოლიკური ეკლესია, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია და ბაპტისტური თემი. ფული პროცესი მიმდინარეობს. თვითონ დაჭარბდა მოვლენები და შესაძლებლობების სწრაფად იცვლება. დაპირისპირებულობა კოლექტიური პრობლემები, მოდრილი სტრესი, ომები, ჩვენი საერთო ბოდიცა, შიდობის მოსულმეთა მონზომება დიდია. შედეგის მიღწევა პატრიარქის
მიზნიდან განსხვავებით მკაფიო პოლიტიკური გზავნილები ჰქონდათ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს. მან თქვა, რომ დღეს ქართველი ერის სახელმწიფოებრივი ცნობიერება დიდ საფრთხეშია. იუღალატა რელიგიური თემატიკის მისაკუთრებაზე, რასაც მისი თქმით, დიქტატურაზე აღარ მოტანა შეუძლია. ეპისტოლეში ერთ-ერთი მონაკვეთი ეხმიანება ბენზინა ივანიშვილის მთავრობის დამოკიდებულებას ოკუპანტი ქვეყნის მიმართ. სწორედ ამ კონტექსტში ის საუბრობს ღირებულებათა სისტემების იმგვარ აღრევაზე, რაც მხოლოდ მტრის სივრცეზე ასხავს. ქართველი ერის სახელმწიფოებრივი ცნობიერება დიდ საფრთხეში. რაც ნათლად გამოჩნდა ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების ქვეშა ეს ტიპის განსაცდელია, რაც ეკლესიის ისტორიულ მისიასაც საქართველოში. აქვე იმ ისტორიული გამოცდილების განსენებაც არ გვაწყენდა, თუ რაოდენ სახიფათოა რელიგიური თემატიკის მისაკუთრება და მასზე ეგრეთ წოდებული ექსკლუზივის გამოცხადება, ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ. ასეთ შემთხვევაში, თუ კი ეს მოხდება, სულ რაღაც ერთი ნაბიჯი რჩება, რომ საზოგადოებას დაუდგინონ ყალბი რელიგიურობის კრიტერიუმები, რაც ყოველგვარ დიქტატურაზე სახელმწიფოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. საერთოდ გასათვალისწინებელია, რომ რელიგიური სივრცის პოლიტიკურ ოპერებასა და ამავე პასუხით საზოგადოებისთვის ფსევდომორალური ვალდებულებების დადგენას ყველაზე საშიშ დიქტატურაზე არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია საზოგადოებისა და თვით ეკლესიისთვისაც. ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, რომელიც თანამედროვე ქართულ საზოგადოებას უდგას ცნებათა და ღირებულებათა სისტემების იმგვარი აღრევა, რომელიც ისტორიულად არსებული ქართული ცნობიერების მთავარ ხაზს ეწინააღმდეგება და ეხმაურება ხელოვნურ ქაოსს ქმნის, რაც მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ამის ნათელი მაგალითია მტრისა და მოყრის ცნებათა იმგვარი აღრევა, რომელიც საზოგადოების დეზორიენტაციას ემსახურება და ძირსუხლის მისსახვე ღირებულებათა სისტემას. თეოლოგი ლადო ნარსია გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში, სწორედ მასთან ერთად შევაფასებთ ქრისტიან გამარჯობა რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. თავდაპირველად შევაფასოთ პატრიარქის ეპისტოლე, თქვენთვის რა იყო საინტერესო ამ გზავნილში, ან რაზე რა თემებზე ისურვებდით, რომ პატრიარქს ესაუბრა? იცით როგორ ძალიან ჭარბი პოზიცია იცავს პოლიტიკურ სამართლებს. როცა ეპისტოლეში ასეთი სიჭარბი არის პოლიტიკური სამართლების ეს კრიზისზე, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას დიდი ხანია ჩვენ გავიცით დიდი ხანის საზოგადოება განიცდის და მე მიმაჩნია რომ ეს არის ძალიან მძიმე წარებაში დღევანდელი როგორც ეკლესიის ასევე სახელმწიფოს ურთიერთობის რაღაც ახალ ფაზაში გადასვლა. პატრიარქის ეპისტოლეში აღჭარად არის მესიჯები, სადაც ერთხელ გასაგებია პატრიარქი არ არის ამ ეპისტოლის ავტორი, მაგრამ ეპისტოლის ავტორია პრაქტიკულად მიუღება იმას, რასაც გვხვდება ხელისუფლება. ხელისუფლების ძირითადი მესიჯი არის წმინდა რუსული ნარატივი, იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ორი დასავლეთი, რაღაც იმპერია. აი დაახლოებით იგივე ტექსტი იკითხება აი ამ ეპისტოლეში, იმპერიის იერუსალიმისა და ქრისტიანობის ერთად აი ამ სისტემების შედარებით ცნობილია რომ ფაქტობრივად არის გაშლილი აი ამ მიმართულებით, მაგრამ სულების წარმოადგენისგან
ან ბრძანეთ რომ ამ ტექსტსა ეს რეალურად ამ ტექსტის ავტორი რადგან თქვენ მიდრია მეორე გზამნელის ავტორი მას კომუნიკაცია მოდის აქტიური კომუნიკაცია ტექსტთან და შეეძლოს რაღაც ტელევის თუ ასე შემდეგ. ეს არის იწერება ხოლმე ასეთი ტიპის მესეჯები ოფიციალური სამდინოს მიერ და წარმოადგენს ჩემი ინფორმაციით